მოგესალმებით, მე ვარ აკაკი და ამ ვიდეოში გასწავლით როგორ გავაკეთოთ ჩვენი fav icon-ი. შეგახსენებთ, რომ fav icon-ის შეიძლება გამოიყენოს მრავალი მიზანით. მაგალითად, ყველასთვის საჭირო, მეტნაკლებად საჭირო არის folder-ზე რაიმე სურათის მიმაგრება. აი ასეთი რამ და აი ამის მაგივრად, გამოსახულების მაგივრად შეგვიძლია ჩვენი რაიმე გამოსახულება დავაყენოთ. ეხლა ჩვენ რომ ვეცადოთ რაიმე უბრალო სურათის გაკეთებას, სურათის დაყენებას ჯერ ვერ შევძლებთ. ამისათვის საჭიროა შევიდეთ ვებგვერდზე, უკაცრავად კარგით უკაცრავად ამის გამო ბოდიში გიხდით. ახლა შევიდეთ fav icon წერტილერზე. აი შევიდა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ორი გზით გადავაქციოთ რაიმე სურათი icon-ად. ეს პირველი გზა არის ინტერნეტიდან რაიმე სურათის სმაილის რაიმეს ამორჩევა და იმის გადაქცევა, მაგალითად აი შევამოს გავხსნით კაცრავად აი დავაკოპიებთ ამას, ჩავსვათ აქ და აქ დავაჭერთ სასტაიჩის. მეორე არის ამოვირჩევთ აქედან და ჩვენ ნებისმიერ სურათს ამოვირჩევთ. აი საითი ნებისმიერი რამ, მაგალითად აზრი არ აქვს. აი ამ ყველასა დაგანახებთ. აქ არის სნაჩკი, ესე იგი ასეთი ზომის ჯობია. დავაჭიროთ სასტაიჭ fav icon და დაველოდოთ ცოტა ხანი. აი როგორც ხედავთ, fav icon-ი შექმნა სურათზე. აი fav icon-ის როგორც ითხარით, ორი გამოყენება შეიძლება. საიტის აი ეს ადგილი აქ გავაკეთოთ. ამ ადგილზე საიტია და ასე folder-ზე დავაჭეროთ sketch და გამოვაწეროთ სადმე დავაჭეროთ. აი როგორც ხედავთ, გამოვაწერა. ეხლა გასწავლით ამის დაყენებას. დავაჭერთ რაიმე folders აქ свойства აქ настройка, сменить значок და დავაჭერთ აი აქ. ეხლა მოვირჩიოთ ჩვენი fav icon-ი. ოკეი, უკაცრავად არასწორად გავაკეთე. იგივეს გავიმეორებ. ახლა ბოლოს ცუდად დავაჭირე. აი ასე ეს ოკეი. ოკეი. აი როგორც ხედავთ, დაყენდა. ამით ეს ვიდეო გაგვეთილი დამთავრებულია. ეწვიეთ
ჩვენს საიტს Java your lesson და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით